არასწორია, რომ BBC-ს დოკუმენტური ფილმი, ის ჟურნალისტური გამოძიება მხოლოდ ვარაუდებზე იყო დაფუძნებული, ეს არის მხოლოდ ქართული ოცნების პროპაგანდა, ის პროპაგანდა, რომელიც ჩამოიშალა იმ დროიდანვე, როდესაც ეს ფილმი გამოვიდა, ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო თუნდაც თავისი ყველაზე გულუბრყვილო ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ ქიმიური მოწამვლის საქმეში ის იყო სუფთა, მათ ჩაატარეს სპექტაკლი, სუსის ეგრეთ წოდებული გამოძიება, 5 დღიანი, რომელიც მიზნად ისახავდა არა სიმართლის დადგენას, არამედ სიმართლის დამალვას. საერთოდ, როდესაც საუბარია სავარაუდო სახელმწიფო დანაშაულზე, ამას თვითონ სახელმწიფო არ იძიებს ხოლმე, მით უმეტეს დღევანდელი ქართული სუსი, ამიტომ საზოგადოება სრულიად სამართლიანად ითხოვს საერთაშორისო გამოძიებასა და საერთაშორისო ექსპერტიზას. ქართულმა ოცნებამ აგრეთვე დააანონსა, რომ დიდ საერთაშორისო დავას იწყებდა BBC-სთან და ახლა აღმოჩნდა, რომ რაღაც ეთიკის საკითხებზე აწარმოებს დავას. რეალური დავა რომ წარმოებდეს საერთაშორისო სასამართლოში, ბუნებრივია ქართულ ოცნებას მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, თუ რითი მოგწამლეს 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს. ამ ფილმმა დააზიანა თუ არა ქვეყნის იმიჯი და თქვენ რა პასუხს ელოდებით, რა პასუხი შეიძლება იყოს BBC-სგან? ქვეყნის იმიჯი თუ ვინმემ დააზიანა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება, ანუ რუსული რეჟიმი, რომელმაც სავარაუდოდ მეორედ ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამოიყენა აკრძალული ქიმიური ნივთიერებები მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის დროს. პასუხი რა შეიძლება იყოს, როგორ ფიქრობთ ამას ვნახავთ ჩვენ რეალურად ქართულმა ოცნებამ უნდა გასცეს პასუხი, რა იქნა, რა ქიმიური შემადგენლობა იქნა გამოყენებული იმ არაპროპორციული მეთოდების, ზომების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების დროს.